სოფო გელავა, ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და პირველ რიგში მადლობა სოფო. რთული დილა გქონდათ, წარმომიდგენია, ასე არავის ელოდით საკუთარ კარზე მით უმეტეს ჩხრეკას და წაღებას ყველანაირი ტექნიკური საშუალების თქვენი სახლიდან. ჩვენი სოლიდარობა პირველ რიგში, არა მარტო ჩვენი, თქვენ გაეცნობოდით პირველ კომენტარებს, რომელიც თქვენ შესახებ იწერება, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი X-ზე წერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ გამოძიების დაწყება საგანგაშოა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის ინტერესებში უნდა იყოს, ამის ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინება მიმდინარეობს, რა სირცხვილია, წერს იგი. მოგვიყევით, რა მოხდა, რამდენად კანონიერად ჩატარდა პირველ რიგში ჩხრეკა და თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რას გედავებიან, ანუ რაღაცა ამ დიდი სქემის ნაწილად მოგიაზრებენ, როგორც დაგვიანონს ეს? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სოლიდარობისთვის. ჩემთვის ეს დილა დაიწყო მცხრის ნახევარზე, როდესაც კარზე იყო კაკონი და გამოცნეს თავი პოლიციიდან საგამოძიებო სამსახურიდან. თავიდანვე კარშივე გადმომცეს განჩინება სასამართლოში პირად ჩხრეკაზე და ბინის ჩხრეკაზე. პირადი ჩხრეკის ფარგლებში მალევე დავუქეს ჩემი ტელეფონი და შემდეგ უკვე გქონდა კომუნიკაცია, რომ სანამ ბინაში ჩხრეკას დაიწყებდნენ და ლეპტოპებს ამოიღებდნენ, აუცილებლად უნდა დაუდებოდეთ ადვოკატს. არ იყო ამაზე რაღაცა ძალიან სასიამოვნო კომუნიკაცია, თუმცა ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში და ფაქტობრივად, იყო ესე ვთქვათ, რაღაცა იძულება, რომ დაულოდებოდით ადვოკატს. მე მოვისმინე ეთოს კომენტარიც, რომ მასთან არ მქონია ესეთი პირადი შეხვედრა ვერ მოახერხე, თუმცა ნახე, რომ მასთან შევიდნენ მოტყუებით, მოსთხოვეს სამსახურეობრივი ჩანაწერების ჩვენება, ჩემთან მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ყველაფერი იყო ძალიან ნორმალური კომუნიკაციის ფარგლებში, ადვოკატის თანდასწრებითაც მოხდა ჩხრეკა, ამოიღეს ჩემი ლეპტოპი, ტელეფონი, როგორც გითხარით, ჩემი მეუღლის ლეპტოპის ასევე, რომელიც არის პოლიტიკური პარტიის წევრი და საჯარო ფიგურა, ასევე ამოიღეს ჩემი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი და ყველაფერი დაილუქა და წაიღეს. ჩემთვის საერთოდ არ უთქვამთ, რომ ეს რაღაცა დიდი რაღაცის ნაწილია, ეხლა მესმის, მეც მედიიდან, რომ თურმე პარალელურად კიდევ რაღაც კოლ-ცენტრებზე არის საუბარი. ჩემთან იყო საუბარი კომპანიაზე, რომელიც ასევე სასამართლო განჩინებაში ეწერა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ამ კომპანიის წინააღმდეგ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით. მე რა ინფორმაციას მაქვს ამ კომპანიასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის HR კომპანია, რომელსაც დაქირავებული ყავს ატლანტიკურ საბჭოს, რომელთანაც მე ვმუშაობ და ის მხოლოდ სამართლებრივ შრომით ხელშეკრულებებს აგვარებს. სხვა კომუნიკაცია ჩვენ ამ კომპანიასთან არ გვაქვს და საერთოდ არანაირი კომუნიკაცია და მიწარმოწევა არ მქონია და ამის იქით ჩემთვის საერთოდ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, რომ ეს არის რაღაც დიდის ნაწილი და ამიტომ იყვნენ ჩვენთან სახლში. მე თქვენ და საზოგადოება სოფო გიზნով ძალიან დიდი ხანია, როგორც მკვლევარს დასაქმებულს, რომ გამოავლინოთ დეზინფორმაცია, განსაკუთრებით პრორუსული დეზინფორმაცია და არაერთი კვლევა მახსოვს თქვენი სახელისუფლებო გვერდები, ხელისუფლების მიერ პირდაპირ დაფინანსებული და მხარდაჭერილი Facebook გვერდები, როგორ დახურა მერე Facebook-მა, იმიტომ რომ გამოვლინდა, რომ ისინი პირდაპირ კავშირში იყვნენ პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებასთან. ფიქრობთ, რომ თქვენ სამ საქმიანობას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მხრიდან ეს? აი თქვენ რა ვერსია გრჩებათ, რას გერჩიან მოკლედ? როგორც მე ვიცი, რომ ამ კომპანიასთან საერთოდ კავშირი არ მაქვს, არც კოლ-ცენტრებთან, დარწმუნებული ვარ, რომ ასევე აქვს ზუსტად ინფორმაცია, ვინ არის დაკავშირებული ამ რაღაც გარკვეულ მაქინაციებთან. ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩემი ლეპტოპი და ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას და მავნე ინფორმაციის გავრცელებას, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის ოპოზიციური პარტიის წევრი, ეს ყველაფერი რომ ხდება არჩევნებამდე 3 დღით ადრე და ამავდროულად გვაქვს მიმდინარე კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანტიდასავლური დეზინფორმაცია, რომ თითქოს დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არჩევნების შემდეგ ცდილობს აქ რევოლუციის მოწყობას, როცა ეს მიმდინარე კვლევა არის კიდევ ჩვენთვის, ჩემთვის და ეთოსთვის გამოსაქვეყნებელი კიდევ წინ და როდესაც აი ამ პროცესში ხდება ლეპტოპების ამოღება ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება აქვს მე ამას უკვე დაკავშირებით ამ ზოგად კონტექსტთან და პოლიტიკურ ფონთან დაკავშირებით.
კი ბატონო, მით უმეტეს არჩევნების წინ, ასე ვთქვათ, ველის მოსუფთავების მცდელობაა რაღაცნაირად ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი პირველი სამიზნეები ხართ, ასე იკვეთება სურათში ყოველ შემთხვევაში და ყველა ჩხრეკა, რომელსაც მე ვკითხულობდი და რამდენ ლოკაციაზე იყო ეს, მე ვსაუბრობდი, ყველას წინ უძღოდა სიტყვა ამერიკული კომპანია, ამერიკული, ვთქვათ რა, აი შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაცა დიდს არ ვიცი რას ეძებენ, როგორც ამბობენ ეგრეთ წოდებულ კვლევით ბოდიშვიხთი კოლ-ცენტრებს, მაგრამ ხომ აი ამერიკული ფიგურირებს ყველა ჩხრეკის წინ. თქვენ მინდა შეგაფასებინოთ სურათი, ერთ ნახევარი დღე დარჩა არჩევნებამდე და რუსული კანონი ძალაში ჯერ არ შესულა ისეთი აქტიურ ძალაში, როგორც ის შევა. სხვა გზა ხომ არ მოძებნა ხელისუფლებამ რაღაცნაირად სტიგმატიზების, არ ვიცი თქვენ გამოთქვით ეს ვარაუდი, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა, კი, ჩვენ კანონის ფურსოსზე რა წერია, ის არ არის განსაზღვრელი, ვის ამოიღებენ სამიზნეში. ხო, ფორმალურად რომ შევხედოთ, ატლანტიკური საბჭო საქართველოში საერთოდ არ არის რეგისტრირებული და საერთოდ არ უნდა შეგხვდებოდა ფორმალურად ეს კანონი, თუმცა ცხადია, ყოველ ძალიან კარგად გვესმოდა თავიდანვე, რომ ამას თან ახლდა რეპუტაციული ზიანიც და ყოველთვის მოიძებნებოდა რაღაც ხრელი, ან სურვილი თუ იქნებოდა პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური საქმიანობის გამო და შინაარსის გამო, ცხადია ამას ადვილად იპოვიდნენ, ხო? რეალურად სამიზნეში ამოიღეს ჩვეულებრივი HR კომპანია, რომელიც იმ კომპანიაზე ვსაუბრობ, ხა რომელზეც მე მითხრეს, ვინც გააფორმა უბრალოდ ლეგალური სამსახური გაუწია ატლანტიკურ საბჭოს და როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა, არჩევნებამდე 3 დღე მგონია კიდევ და თუნდაც ძალიან ახლოს არის დღენახევრით ადრე, ხდება ასეთი რაღაც, ხო, ცხადია ეს ყველაფერი ძალიან საერთო არის და ძალიან დიდ ეჭვს ბადებს და ეს კიდევ ხომ არ ქონია ცენტრალურ ოფისთან ატლანტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობასთან მე მესმის რომ ღამეა ჯერ შეერთებულ შტატებში ხომ არ ქონიათ კომუნიკაცია და ელით თუ არა განცხადებას მათგან ამაზე ვერ გეტყვით ზუსტად რამდენად იქნება საჯარო განცხადება, ან ქონია მსგავსი კომუნიკაცია მათთან, უბრალოდ მესიჯის სახით მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი სამსახურეობრივი ტექნიკა არის ამოღებული და ინფორმაციის სახით გქონდა გაცვლის სახით კომუნიკაცია, სხვა მხრივ ამაზე ჯერ საუბარი არ ქონია მათ. გასაგებია, სოფო, სულ ბოლოს ტექნიკის გარდა რამე ხომ არ წაუღიათ და თქვენ დაგჭათ თუ არა ინფორმაცია, აი მაგალითად კვლევარაზეც მუშაობდით, იმის დასრულების, გამოქვეყნების შესაძლებლობა გაქვთ თუ არა სხვა საშუალებებითაც? კი, ჩვენ საბედნიეროდ ზუსტად ეს ვთქვით ორივე სხვადასხვა ეთაში, რომ მოვასწარეთ ამის დასრულება და გამოქვეყნება დღის მანძილზე აუცილებლად. მე მგდამჩა საბედნიერება, რომ მიზანი იყოს სწორედ ტექნიკის ამოღება, იმიტომ რომ ამასთან ერთად მითხრეს, რომ დიდი ოდენობით თანხასაც ეძებდნენ და ეს იყო ჩხრეკის მიზეზიც შესაბამისად, თუმცა დათვალიერებდა ჩხრეკა იყო ძალიან ზედაპირული და ამიტომ დამჩა საბედნიერება, რომ კვლავ უკავშირდებოდა ეს კომპიუტერები იყო სამიზნე დიახ. და თქვენ არაფერი აღარ გეხებათ, საქმე გრძელდება, და ელოდებით უბრალოდ საქმე გრძელდება, დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს და უკვე მივდივარ ადვოკატთან შესახვედრად, რომ დავგეგმოთ როგორ ჯობია მათთან კომუნიკაციის გაგრძელება. სოფო, კიდევ ერთხელ ჩვენი სოლიდარობა თქვენ და მე პირველი კომენტარები წავიკითხე თქვენ შესახებ, ეს ცალსახად შეფასდა არჩევნებამდე დღენახევრით ადრე გაკეთებული ეს ჩხრეკები და მაშინ როცა თქვენ და ეთო ბუზიაშვილს ეხება ეს ყველაფერი, ალბათ ხელისუფლებასაც ესმოდა, რომ ეს არ ჩაივლიდა უხმაუროდ და ამას მოყვებოდა ხმაური, რაღაცნაირად წინასწარ პროცესის ხელოვნურად დაზიანების მცდელობა, ზეწოლა და თავდასხმა ამერიკელებზე, ასე ჩანს ეს ყოველ შემთხვევაში, ასე იკითხება, არ ვიცი, დაველოდოთ თქვენ ასე იკვრება დიდი სურათი და მადლობა სოლიდარობისთვის კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, ჩვენ რასაკვირველია, ჩვენი გადამღები ჯგუფები იქნებიან იქ, სადაც იქნებით თქვენ და მეტ დეტალს საზოგადოებას ვეტყვით.